როდესაც მე თქვენ გერთვებით, მიმდინარეობს პოლიცსაბჭოს ხდომა ჩვენს ოფისში, რა თქმა უნდა, პარტია მუშაობს და იმუშავებს სრული დატვირთვით. კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებ ყველა პოლიტპატიმარს, რომლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში. ჩვენ დღეს დილიდან სოლიდარობა გამოვხატეთ და ვიმყოფებოდით სტრატეგია აღმაშენებლის პარტიის ოფისში და ვნახეთ უხეში ძალის გამოყენებით, როგორც წაიყვანეს გიორგი ვაშაძე, რომელმაც თვითონ თავად დარეკა 112-ში და უთხრა მის სამართლის სადაც იმყოფებოდა და გარდა ამისა პირდაპირ ეთერში ხდებოდა ეს ყველაფერი და ისედაც ჰქონდათ ეს, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა გამოიყენეს უხეში ძალა და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჩვენ მათთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, ისინი არიან იგივე შემართებით და მიაჩნიათ, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ბრძოლა არის აუცილებელი, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ საპარლამენტო პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას და რა თქმა უნდა ყველა ამ ადამიანის დახსნას, რომლებიც არიან პოლიტიკური მოტივებით დაკავებულები პენიტენციური დაწესებულებებიდან. რას ვაკეთებთ? ამისთვის პირველ რიგში ლელო ძლიერი საქართველო ყოველთვის იყო ერთობის და ერთიანობის მომხრე. ახლა მით უმეტეს, როდესაც დაკავებულები არიან პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები, პოლიტიკური ლიდერები, აუცილებელია, რომ ეს კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის, აქტივისტებს შორის, საექსპერტო საზოგადოებას, მოქალაქეებს შორის უფრო მეტად გაძლიერდეს, გაღრმავდეს კომუნიკაცია. ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. დღესაც შედგა რამდენიმე შეხვედრა და გაგრძელდება ეს დღის განმავლობაშიც და მომდევნო დღეების განმავლობაში. აილანა, საინტერესოა ერთობა და ერთიანობა რის გარშემო, რა არის ახლა, რაც შეკრავს პოლიტიკურ სპექტრს დაპატიმრებული თანაგუნდელების სოლიდარობის გარდა. ანუ რა თემამ შეიძლება გაგაერთიანოთ ახლა რის გარშემო ერთობა და ერთიანობა? პირველ რიგში მთავარი ორი მოთხოვნა დიანა, ეს გახლავთ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დღეს უფრო მწვავედ დგას ეს საკითხი. აქამდე თუ ვხედავდით დაკავებულ პარტიების წევრებს ან აქტივისტებს, დღეს უკვე ვხედავთ, რომ 7 ადამიანი ზის ციხეში. 7 მე არ მახსოვს, ხა თქვენ გახსოვართ ალბათ წინა ხელისუფლების პერიოდშიც მე ვიყავი მართლმსაჯულების ომბუდსმენი და ადამიანი, რომელიც ვიყავი ოპოზიციაში, ძალიან ბევრ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ მაქვს ხმა მოხებული და ვაპროტესტებდი იმ ყველა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ასე რომ ყველა ლიდერი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის იჯდეს ციხეში, ასეთი რამ მე არ მახსოვს და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რას, რომ ძლიერები ასე არის. კი ბატონო, არ ყოფილა ახლა ასე ამდენი პოლიტიკური ლიდერი ერთდროულად პრეცედენტი არ არის. მეხსიერებაზე არ არის ფაქტია. ფაქტია, ძლიერები ასე არ იქცევიან. ქართული ოცნება დარწმუნებული რო იყოს იმაში, რომ ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს, მათ აი ესეთი სასოწარკვეთილება და შიშის გამოვლინება, რაც მიანიშნებს ლიდერების დაკავებაზე იმისათვის, რომ აღიარეთ ლეგიტიმაცია პარლამენტისო, ეს არის ძალიან უსუსური. ვერ აღიარებ ვერანაირად კოჭლი პარლამენტის ლეგიტიმაციას მაშინ, როდესაც ერთპარტიულია და 99 ადამიანი ზის, აი გამორიცხულია, ვერ იბარტყებს ეს რაოდენობა, ხომ? და შესაბამისად, სანამ ეს პარლამენტი არსებობს და გავახსენებ მაყურებელს, ანუ რატო გაუშვეს ციხეში პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რადგანაც არ მივიდნენ იმ საგამოძიებო საპარლამენტო კომისიაში, რომელიც მიაჩნიათ ქმედუუნაროა. ქმედუუნარო რატომ არის? იმიტომ არის, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს და თუნდაც ფორმალურად ლანა, რის გარშემო ერთიანობაზე ვლაპარაკობდით? პატიმრების გაშვება და ახალი არჩევნების მოთხოვნა. ბოლოს თქვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ, რომ ახალი არჩევნები არ ჩანს, ამიტომ წინ არის კალენდარული არჩევნები. აი აქ ამ საკითხთან დაკავშირებით
რამე ტიპის ლაპარაკები თუ არის ოპოზიციის შიგნით. ასევე გუშინ ზურაბიშვილმა, რომელიც იყო თქვენს ოფისში მოსული, დღესაც იყო ვაშაძის ოფისში, თქვა რომ შევიკრიბებით მალე და რაღაც ერთიან სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ. არის თუ არა რაიმე ტიპის მონახაზი ამ მიმართულებით? სალომე ზურაბიშვილი ბრძანდებოდა ჩვენს ოფისში გუშინ ბადრეს და მამუკას დაკავების პროცესში და მადლობა მას სოლიდარობისთვის და აქ მოსვლით მხარდაჭერისთვის. ასევე იყო დღეს გიორგი ვაშაძეს მხარდამჭერად სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში. გარდა ამისა, მასთან არის სხვადასხვა პოლიტიკური გვინდების, მათ შორის ჩვენი კომუნიკაცია. ვერ დაგეთანხმებით, რომ საპარლამენტო არჩევნების კონტურები არ ჩანს, უფრო და უფრო მეტად იკვეთება და აი ეს ნაბიჯები გადადგმული მით უმეტეს პოლიტიკური პარტიის ლიდერების დაკავებები უფრო და უფრო მეტ კრიზისს ქმნის პოლიტიკური თვალსაზრისით და რა თქმა უნდა საერთაშორისო მიმართულებით. ამიტომ მე ვუყურებ გამოსავალს, ერთადერთ გამოსავალს პოლიტიკური და საპარლამენტო ამ კრიზისის აღმოსაფხრელად და ასევე ფიქრობენ ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის აუცილებელი. რაც შეეხება კალენდარულ არჩევნებს თვითმმართველობისას, თვითმმართველობის არჩევნები ხა ყველანი ვთანხმდებით, რომ ლეგიტიმაციას ვერანაირად ვერ შეძენს ქართულ ოცნებას, რადგანაც საპარლამენტო შემადგენლობის ლეგიტიმაცია და ზოგადად საპარლამენტო ლეგიტიმაციას ისევ იძლევა ახალი საპარლამენტო არჩევნები. ანუ ის მომენტი, რომ თვითმმართველობის არჩევნები რაღაც კავშირში ლეგიტიმაციას ამას არ გეკითხებით, ლანა. ღიარებას ეს რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების მიმართულებით საუბრებს და გამარჯვების ფორმულის დადებას, ჩვენ ეს დისკუსია გავხსენით. ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა შეხვედრები, გიდასტურებთ ჩვენი პოლიტიკური პარტიის შიგნით, როგორც თბილისის ორგანიზაციის, ასევე რეგიონებთან, ჩვენ შევხვდით აქტივისტებს, ჩვენ შევხვდით პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, ჩვენ შევხვდით საექსპერტო სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენ შევხვდით რიგით მოქალაქეებს. მე ვერ დავასწრებ მოვლენებს და ვერ ვიტყვი, მათ თავად უნდა გააკეთონ ამ შეფასებების შემდეგ გამოტანილი მათი გადაწყვეტილებების შესახებ, მაგრამ გარკვეული წინსვლები კოორდინაციის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს შორის არის, ეს კომუნიკაცია გრძელდება, გააქტიურებული არის წინააღმდეგობის პლატფორმის შიგნით კვლავ დისკუსიები და უახლოეს პერიოდში ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს მომავალი თანამშრომლობის და კომუნიკაციის შესახებ. ახლა გიდასტურებთ ერთ რამეს, რომ ვინც ვართ დარჩენილები პოლიტიკურ პარტიებში, ვართ უფრო მეტად გაძლიერებულები, უფრო მეტი კომუნიკაცია არის უკვე ერთმანეთს შორის, განსაკუთრებით ამ 4 ბარიერ გადალახულ პოლიტიკურ კოალიციას შორის, რომელთა უკანაც დგას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ელექტორალური სიმძიმე. ამას გარდა იმ სხვა ადამიანებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც არიან ასევე წინააღმდეგობის პლატფორმაში, ჩვენ გვაქვს კარგი საგარეო კომუნიკაცია და ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის საჭირო არის აუცილებლად, ლელო ძლიერი საქართველო რომ გამოვიდა ჯერ კიდევ თვეების წინ და საპარლამენტო არჩევნებიდან ძალიან ცოტა ხანში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეით, ეს პოლიტიკური ცენტრი, რომ ისე შექმნილიყო და იმ ფორმით გაეგრძელებინა მუშაობა, რაც ჩვენ გვინდოდა, დღეს უკვე რის გარშემო შეიძლება ეხლა სამომავლო გეგმა, სამომავლო გაერთიანება, ეს ძველი გზავნილები ვიცით, ძველია უკვე 200 დღის არის და რაღაც გადაწყვეტილება ამ ხრივ რაღაც კაპიობა არ არის. მესმის დიანა, პირველი ვთანხმდებით ხომ ორი საკითხი არის, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამავდროულად ქუჩის პროტესტის მიმართულებით არის ახალი სიცოცხლის შესატანი პოლიტიკური აქტივობით და ჩვენ აქტივისტებს ხვდებით და მიგვაჩნია, რომ ქუჩის პროტესტი ასევე არის გასაძლიერებელი სხვადასხვა ფორმები, შეიძლება უფრო მეტად ეფექტური კონკრეტული მიმართულებებით დაიგეგმოს. ამიტომ ახლა პირდაპირ მზა რეცეპტებს იმისა, რა საკითხებს გავდივართ, ვერ ვიტყვით, მაგრამ
თავარი არის, რომ ეს ჯანსაღი კომუნიკაცია მიმდინარეობს დღეს როგორც არასდროს დავინახეთ კვლავ ერთობის და ერთიანობის დაკვეთა ჩვენ ერთმანეთს შორის, ასევე მოსახლეობის მხრიდანაც, იმ ხალხის მხრიდანაც, რომლებიც ქუჩაში გვხვდებიან, თქვენ ვერ წარმოიდგენთ უპრეცედენტო რაოდენობა, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერებს იჭერენ და გასაწევრიანებლად მოდის ამ დღეებში ხალხი. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ეს რისი მაჩვენებელი არის. ასევე არის სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც და ეს მიანიშნებს იმას, რომ ხალხმა დაიჯერა იმისი, რომ საჭირო არის თავიანთი თითოეული ადამიანის სხმის სიძლიერის დაჯერება. და ეხლა მე ქართულ ოცნებას, რომელშიც ძალიან ბევრი კარგი ნაცნობი, წლების ნაცნობი მყავს, მივმართავ, რომ ეს მათთვის არის სპირალი, რაც უფრო მეტად გადადგამენ ამ ნაბიჯებს, უფრო და უფრო მეტად დაშორდებიან ქართულ ხალხს პირველ რიგში და რა თქმა უნდა, უფრო მეტად იხერგება გზა ევროპული მომავლისთვის და კიდევ ერთხელ ჯანსაღი გონებით მიუძგნენ ამ საკითხებს, იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ და აქ ყოველდღიურად ამბიციები იმაზე გაიხანგრძლევონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი ყველა სეგმენტის დაკავებით და ახალგაზრდების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის, ეს არის მიუღებელი და ეს არის წარმოუდგენელი რამ და რა თქმა უნდა ეს დროში ვერ გასტანს.